მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემა სტუმრად იუმორინასთან იწყება. სტუდიაში მინდა მოვიწვიოთ ძალზე საინტერესო სტუმარი, რომლის დანახოს ვფიქრობ, აუცილებლად გაახარებს ჩვენს ძვირფას მაყურებელს. ბატონი გეგე სულხანიშვილი. აი გამარჯობა. აქეთ დამზადი შემოვატანო, შენ უკვე იცი, როგორ დაიკავო უცვლელი ადგილი, იმიტომ რომ ხშირი სტუმარი გრძანდები და დიდი სიამოვნებით გეპატიჟებით ხოლმე. ხო გახსოვს ჩვენი მოლაპარაკება როგორი იყო? როგორ მითხარი? როგორც არ უნდა ჩუმად დამპატიჟო, მაინც მოვალ. გავიგებ და გააგახარა. კეთილი და პატიოსა. ეხლა მე ჩუმად ვიქნები შეიძლება რა. ეხლა იუმორისტული გადაცემა და საინტერესო რამე უნდა მოგიყო იუმორთან და ომთან დაკავშირებით. ხო ძალიან ცოტა კონტრასტული თემაა ორი. ერთმა ომის მონაწილემ მოხსმა კაცმა მომიყო ესეთი ამი, არ ვიცი, ისე მომეწონა. ესე იგი მეორე სამამულო ომია და ბელორუსის ტყეში არიან და გაგზავნეს ღამის 12 საათზე დაზვერვაზე, რომ მეორე მხრის იქით გერმანელები არიან. და თხილამურებითო წავედითო რაღაცა მივდივართ, რომ დავაფაქსიროთ ამდენი ტანკია, რამდენი. ცოტა ესეთი ნათელი თვარიანი ღამე იყო და ჩანდაო ყველაფერიო და აი არ ველოდითო და უცბოთო, აი პირისპირ შევეჯახეთ იქიდან გამოგზავნილ გერმანელების იმას, რომ ჯარს თუ ჯაკედა რაღაც რას. აი ესე შევეჯახეთ, ისე უცაბედად მოხდა ეს ყველაფერი, აი თავიბენითო რაღაცა. ხო ომია ყველაფერი, მაგრამ არ გვეგონაო, რომ ესეთი რამე მოხდებოდა და ყველამ დავიწყეთო, ჩემო ჯებალ, ადგილის პოვნა, სად დავიმალოთ, რომ დავიწყოთ მერე ომი და სროლა. ნუ ზოგი ხეს მოეფარაო, ზოგი ბუჩს მოეფარაო, ზოგი მისდა ჩაწვაო ორმოშო, ზოგი და ყველამ რაღაცა ყველამ ადგილი დავიყავეთო, რომ გავიმზადოთ ერთმანეთს, რომ დავცხოთ და დავხოცოთ ერთმანეთიო. ერთი გერმანელიო კაცო. აი რაღაც დაბნეული კაციო რაც. დაბნეული კაციო, ვერცად ვერ იპოვნა ადგილი. მივიდა იქ დაკავებულია. იქ მივიდა და ამას ხედავთ ყველანიო და ეხლა შენ მოგეხსენება კარგად იუმორი როგორ არის. აი შეიძლება ესე დღესასწაულზე იყო და შეიძლება აი ისეთი იუმორი თქვა და ვერ გაგეცინოს რაღაცა არის კიდე პირიქით აი რაღაცა ჭირის სუფრაზე ხარ ან ჭირში ხარ და რაღაც პატარაზე საოცარი რაღაც არის. ეროვნული სიცილის არის ხოლმე. ატყდა სიცილო, ახლა ვინ დაიწყო რაღაცა და ჩვენ ცალკევითო და ხამე იყო და გადაიზარდა ხარხარშიო. აი ხარხარებთო 5 წუთი ჩვენს და გერმანელებიც. ნუ ახლა ამდენი ხარი უნდა გვეხარხარაო რა, ჩამოვარდა პაუზაო და აი რა საოსწაული რამე მოხდაო ეს კაცი მიყვება. აი ავდექითო. აი ზურგით შევტრიადით ორივენიო. გერმანები და ჩვენ. ისე კი არა რომ მოვილაპ, აი ავდექითო. მოვტრიადითო და წამოვიდით ჩვენი ბანაკებისკენო. ესე იგი ერთად რომ ვიხარხარეთო ჯემალ ჩვენ არ აქონდა უფლება რომ ჩვენ ერთმანეთს გვესრულო. სიცილმა გაერთიანა. ეხლა წავიდნენ თავიანთ ბანაკებს და მეორე დღეს შეიძლება ერთმანეთი მოკლეს კიდე და დამოყოდეს ომია, მაგრამ იმ ღამეს ერთად ვიცინეთო და ჩვენ თავში არ მოგცოლია რომ ერთმანეთს გვესრულო. აი როგორი ძალა აქვს იუმორს. ოჩაგეგე ძალიან მაგარი ისტორია. ძალიან მაგარი. ეხლა შენ თარო მოდიოხო სულ ისეთი მიდახოლე რომ შენ არ გიყვარს. სადაც შენ კი არა უბრალოდ საერთოდ ანიდოც უხდება რაც უფრო ცოტა მოკლეა და სხარტულა. კი სხარტი რა თქმა უნდა. ეხლა როგორც კახელი კაცი შენ და მეც ეხლა ხო იცი მე სულ კახელებზე ვეძებ ხოლმე კაირას და ისეთი კაირამე მომაგონდა მარო ეუნება მიხას. ცოტა ეპრანჭება რაღაცა და თმები აივარსა და მივიდა და მიხაო შენო ჩემშიო სახე უფრო მოგწონს თუ ტანიო. ამან შეხედა და იუმორის გზნობა. ეხლა მიხას გაუტეხეს თავი და მივიდა საოპერაციოში. და გაუკერეს თავი რა, დაადეს 7 რაკერი, 8 რაკერი და რამდენი მოგართვათო და ქირურგმა უთხრა 100 ლარიო. შენ კაი კაცო 20 ლარიანმა მევალემ გამიტეხა თავი და შენ ეს ნახდამობს გიყვები იცი რომ ის პერიოდია ავლები ზურა მირშვილი რომ ზურაბაშვილობს და რომ მუშაობს და ჩემი მეგობარი სწავლობდა რა ქვიან ნევროპათოლოგიურ რომ არა ფსიქიატრიულზე იყო განხრაზე და პრაქტიკაზე დადიოდა ავალებს კი ბატონო და თურმე 6 თვეში ერთხელ თუ 3 თვეში ერთხელ ესეთი ისე წობოდა აი რამდენიმე ამატყობს შედარებით გამოსწორებულებს
დაიბარებდნენ და გალაპარაკება რაღაცა ეკითხებოდნენ რაღაცებს რაღაცა გასაუბრება რომელიღაცა შეიძლება სახში გაეშვათ ესე იგი რომ გამოსწორდა რაღაც ერთი მოვიდაო და არაო ისეთი რაღაცები გვიპასუხაო ჩვენ ავზივართ ესე იგი აქ სამი აქეთ შუაში ზავლები და გამოვიდა ერთი რომელსაც ისე იგი კი არა ესე იგი უნდა ცალკე ჩაკეტოო რა მაგრამ რატომაც ამ კაცმა უკაცო ამ პავლემ აიტეხავ ეს კაციო წინასწარ სანამ გამოვიდოდა თქვა ეს კაციო ეხლა კარგად დააგვირთო მაგრად არის გამოსწოლებულიო და ეს უნდა გაუშვათ სახშიო ეხლა ვერ ვეკამათებითო რა ვერ ვეკამათებითო ეხლა ავლეპიაო მაინც ზივართ ესა და ამოვიდა რაღაცები ბჟუტონ ამ კაცმა რაღაცა და შენ უგე კარგად აღარ ეხლა შენო წახვიდე სახშიო და მიხედო ოჯახსო და ცოლსა და შვილებსო და აბა შენ დაუბრუნდიო შენ ცხოვრებას ძველ ცხოვრებას დაუბრუნდიო შენ გაიხარე ბატონო ავლეპო შენ გაიხარეთ და მადლობა მოგვიდა და გავიდა ეხლა ჩვენ ჩუმათა ვართ ვიძახეთ თუ ამ კაცის გაშვება არ შეიძლება რა არავით არ ამან ეხლა მიხვდავ რომ ჩვენ ას სხვა აზრი ქონდაო და მაინც გადმოხედავ და არა მე ხო იცი ეხლა თქვენ ახალგაზრდები ხართ მე ცოტა უფრო მეტი ისამაკო და მე უფრო ამ საქმეში ცოტა მეტი ვიციო და გვამშვიდებსო რა რომ ესე იგი მე არ შევცდები ნუგეში და ამ დროს კაკუნი ისმის იმაზე მობძანდით და შემოვიდა ისევის კაციო ბატონო რაშია საქმე ბატონო ავლეპო აი ხალე აი ხო გამიშვიდო ისეთ საქმე გამიკეთებდა და ეხლა ფიქრობ აი რითი ქცეთ პატივიო და არაფერი არა მაქვს არც მატერიალურად არაფერი გამაჩნია სახში ფული არ მაგის არა მაგი ვენახი მოულელია ყურძენი არ მეხება აი რაღაცით მინდა პატივისცეთო და ერთი რამე მეხერხებაო ტუფლების კერვა ვიციო ტუფლებისო და აი გეხვეწებითო გემუდარებითო აი გაიხადეთ ტუფლიო ქაღალდი მოუტანი აი დადგით ფეხიო შემოხაზავო ზომას და შეგიკერავთო და ერთ კვირაში მოგართმევთ არ მინდა შვილო არაო უნდა მოგართოთ აი როგორ შემიძლია რომ მე თქვენი პატივისცემა და არ მინდა რომ ძალით გაახცენა და მოახაზა და ერთ კვირაში მოგიტანთ არ მინდა შვილო ნუ ჩხაროფო ნელა ოჯახს მიხედავ მე მომიტანეო არა ერთ კვირაში მოგიტანო და აბა კარგად იყავი წავიდაო და მაინც კიდე გადმოხედავ ავლება ნახეო კაცი როგორი ესე იგი ყურადღებიანი რომ ამდენი პატივესიო და კიდე რაღაცას გველაპარაკება რომ აი რა ხوار შემეშალა რაღაცაო და კიდე კაკუნი ისმის მომდა შემოვიდა ისევის კაცო და რა გინდაო კაცო რაზე მოხველიო და პატივცემლო ავლეპო ერთი ისამა შეკითხო ქუსლიო წინ დაუყენო თუ უკან მოდია ეხლა კიდე ერთი კარგი რამე უნდა მოგიყვეს რომელიც აი რომელიც ძალიან მომწონს რა შენ ხო მეუბნები ხო აი ხوارი რაღაც აი გამორჩეულად ხო არა და ეს ნამდვილი შემთხვევა მე ხა გვარსა და სახეს არ დავსა მყავდა ესეთი მეგობარი ჩემზე უფროსი წრომანები და კაცი რომელიც აი უნივერსიტეტი ბიბლიოთეკა და კუსტმა დილით მე უნივერსიტეტი მე ბიბლიოთეკა საღამოს კულტურის დარბაზი იყო და ვარჯიშობდა ნუ აი ეს უწესრიესი კაცი ნუ აი 1-2 წელი ვიცნობდით ერთმანეთს და თქვენობით მელაპარაკე ვეუბნები კაცო რა თქვენობით არ შეეძლო ნუ ესეთი ძალიან სხვანაირი კაცი იყო და აი ესე ხოდა და კუნთები ნუ არ ვიცი ასკდება ისეთი მაგრამ დილი დარბის აქტიურობეს 5 ყოველ დღე მე უნივერსიტეტი მე ბიბლიოთეკა მე ეს ნუ ძალიან ესეთი და ცოლი ვერ ხო იცი ამ ცოლი ვერ მოყოლ დედამის მეხოწება იქნებინმე რა ვიცი მე უთხარია ნუ არა სადაბა ვერაფერს ვერ გეხმარები დედამის მეუბნები და გაუცნია ვიღაც გოგო და მოეწონა და თემქა ახალი აშენებულია თემქა და გაუცილებია რომ მიაცილა სახთან აბა ხვალემდის რომ ნახომდის და გამოვიდა საღამოხანი იყო და იქ 2-3 ტიპის განა და ისა ბიჭია დაუძახის მე მეძახითო მას უთქვა ხო თქვენ მოდით რაშია საქმე და ეხლა რაშია საქმე და არ გნახოთ ამ გოგოსთანო არ გნახო რა მეორე ამასთან მოსული აღარ მინდა აი აგერ ხალხი არიან მოწვეო რომ გაგაფრთხილებო და მე გაფრთხილებო რომ აღარ დაგინახო ეხლა ამანი ფიქრა ხო შეიძლება ძმა არის ბიძაშვილია გოგოსი და ისიც რაო მე თქვენ ვერ გამიგეთო მე აქ სერიოზული მითავარო არავითარი ცუდი აზრი თავში არ მაქვს მე ეს გოგო მიყვარს არ მაინტერესებსო გაგაფრთხილებო აი მოწმეები არიან ნუ წავინა დაცვიდა ბიჭეს ეხოწება მომისმინა არა არ უსმენენ მეორე დღეს შეხვდნენ შიდანიართ გაისენეს გამოისენ და მოაცილა სახში მოაცილა და მოტრია და უნდა მოვიდეს და დაახტა 12 კაცი და იმან უთხრა აიო გაგაფრთხილეთ თუ არა გუშინ ხო გითხარით ხო ხარ იტყვი არ გაგიფრთხილებია თუ აი რაღაც ესეთ ძველებურად ძველ ბიჭურად ბიჭო თქვენ არ მომისმინეთ ბატონებო მომისმინეთ უკაცო მე სერიოზ
არ გვინდა არ გვაინტერესებსო და თურმე ერთმა მოუქნია და აი ის თინა ეხლა აი ის თინა არ უნდა ჩხუბი და მოტრიალდა და გამოიქცა ეხლა მე შეგეწყვით ყოველ დღე დარბის 10-15 კილო გამოიქცა და მოსდებენ ეს 12 უბნელები რა და იმ 12-დან უნდა გაჩვენო ხო არის ადამიანი აი მეჯებში ამოადგენიო ესეთი არის მაგრამ უბნელია რა და თურმე აი ძლივს დადის მაგრამ ხონში არ გაუჭირდეთ ესეც თურმე დარბის ეგ არის ბოლოშია ამან ირბინა გავიდა სადარბაზოში გამოძვა არ უნდა ჩხუბი არ უნდა და ნუ მოკლედ არასცილდებიან მართალია ეს 10-12 კაცი ძალიან გაიწელა მაგრამ ის ბოლოშია ისე ჩოჩოლა და სადღაც შევარდა სადარბაზოში და ჩაკეტილი დახვდა და ვეღარ მოასწრო გამოსვლა ისე ამ სადარბაზოდან და რომელიღაც შევარდა პირველი ვიღაცა და ნუ აღარ არის სხვა გზა არ არის და გასხო და ვინც კი შემოა დააწყავს დააყრისა დააყენა გორა დააყრისა ბოლოს შემოსულა თუ ჩოლახი თუ დასილია სულ ამას ეხლა დაინახა კეთილშობილი კაცია და ოდნავ გაარტყა რა აი ოდნავ არც უნდა და არტყა უკვე ტაქსივალ იყო და თუნდაც ზემოდან დეეცა ამხრობას და ეგ ახედა და შენი უნამუსო დედაო დედის ერთად ძმა არაყავთ მამა არაყავთ და დედამ გაზდა და დედა ამისთვის არის ყველაფერი და დედას ვინ მაგინებო მოკლავ დაგახჭოფო რატომ მაგინებ დედას უნამუსო ხარო თუ იქ ვერ ამსები შეშობე ძალიან მარგერებს გეჩენე იქაო რას არ მეირება დასო კარგია ჯოგეგე კარგია ეხლა ისე ხარ დავიშვებდეთ თქვენ ახალ წელი მოდის კაცო ახალ წელს ულოცავ თელ საქართველოს და მინდა რომ ბედნიერი იყოს ნამდვილად მინდა რომ უკეთესი იყოს და რა ვიცი სულ უფრო მეტი სიცილი იყოს ვიდრე მოწყენილი სახეები აი ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე და შენს ალბათ იმაზე რომ აი მით უმეტე გადაცემა გაქვს რაღაც სასწაული აი ყველას უყვარს აი ფიქრები და აი ყველას უყვარს ეს გადაცემა და იცინის ხალხი და უხარია ზადა მერტვაგის ბედნიერი ახალ წელი ყოფილი გაიხარით იცოდი დიდი მადლობა აბა გავაცილოთ და ის ჩვენი ძურბასის თუმარი დიდი სიამოვნებით მინდა აღნიშნო რომ ჩვენ გვაქვს საშუალება ვიხილოთ ჭეშმარიტად მაღალ პროფესიონალური ანსამბლი რომელიც ჩვენ და სამწუხაროდ დროებით ემიგრაციაში იმყოფება მაგრამ აი ამ წინა საახალწლო საბედნიეროდ დაგვიბრუნდა ასე რომ გახსნის პატივი ჩვენი დღევანდელი განსებისა ერგო ანსამბლს სახელწოდებით მხოლოდ შენ ერთს ხო Irine, chemo Irine, gulimame, gulime, vaime, gulimame, vaime, gulime. Siparuli turme perflesh gaige gulimami gali gulime vaime gulime gulimami gali gulime vaime gulime
დიდი მადლობა ჩვენს უნიჭერეს ანსამბლს ხოლო ჩემს დიდი მადლობა ესეთი სიამოვნებისათვის. Გვერდასო მეგობრებო, სტუდიაში დიდი სიამოვნებით მინდა მოვიწვიო ცნობილი ექიმი, ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი გოგიტა გეგელაშვილი. ორგანიზ ბატონო გოგიტა. ალავიდა გორდი. ამგანი ჩვენო კარგახანი არ ყოფილიყავ ჩვენს გადაცემაში და მოხდა აი წინა საახალწლო გადაცემაში მოგიწია შევედრო ასე რომ გაგსმათი მიულოცო სრულიად საქართველოს და გილოცავთ ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ და ბედნიერებას კარგახანო მე კი წარგადგინე და ასეც არის არაფერი არ მომიტყუებია რომ ცნობილი ექიმის ბრძანები და ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორიც მაგრამ არა ნაკლები ნიჭიერება აქვს ჩემს გოგიტას იუმორში როგორც ხრობელსაც და როგორც იუმორის ავტორსაც კი თქვენ წარმოიდგინეთ. იუმორი ისეთია მოგეკავება, ხანდახან არ მოიკავა. თანაც ეს ისეთი სერია სცენის მტვერის არ იყოს, რომ ერთხელ თუ შეგეყარა, მე იქიდან გათავისუფლება აღარ არსებობს. მაგრამ რატო უნდა გათავისუფლდეს, კაცო? ახლა დაბერწმუნები შენ, მართლაც საუკეთესო უკურნალია, ასე არის კაცო, იუმორი. იუმორი და რას ლაპარაკობთ? ორი აზრი არ არის. ამიტომ უკურნალოთ ახლა აქედან ციცილით ამჯერად ჩემო ბატონო. რა უნდა უთხრათ ბატონჯება? იმდენია მოსაყოლი რომ ზოგჯერ აი ახლა მე მოგეხმარები ახლა. ცნობილია რომ გოგიტას მამა არანაკლები კი არა, უფრო მეტად ცნობილი ექიმი ბატონი კოტე. კონტენტეს ადმივალ მე ჯერ კიდევ ვერ მივარ. უფროსი კოლეგა გახდათ და მამის ყოლს ღირსეულად აგრძელებს გოგიტას. მოდი ბატონი კოტეს ისტორიებიდან დავიწყო და მე ყველაფერი დავიწყე. ხათაშორის მინდა გითხრათ ბატონ ჯემალო ეს არც თუ ისე მარტივია და ძალიან რთულია, როდესაც მამა ყავს სახელოვანი ექიმი, მოღვაწე, იმის კვალზე დადგომა ძალიან ესეთია. ვერ ბედავდი მასთან ერთად სიმღერას. შურდა, როდესაც მე მეტი პაციენტი მყავდა, ან ჩემთან როცა ითხოვდა. ერთხელ 30 მახსოვს 30 დეკემბერს მოვიდა, 31 დეკემბერი 1 იანვარი წინ არის და კარგად ჩავთვებიო, თქვა რაღაცა შემცინებულივით იყო და უთხრა ლეილას თუ ისეთი რამე არ იქნება, არ შემაწუხო. ლეილა 15 წუთში შემოვიდა და უთხრა რომ უნდა ადგეო და რა არისო გასასინჯა მძიმე ავადმყოფი. არა, პაციენტი არ არისო. ძველი პაციენტიაო, მაგრამ უნდა რაღაცა უთხრა ისეთიო. რა უნდა მითხრას ახლა ისეთიო, ადგა ჩაიცვა, გავიდა და შემოვიდა და ეს ნობათიო სახალწო მოვიტანა, ესეთი მომცრო ის არის, რა ქვიან, პატარა ღვინის ჭურჭელი და რაღაც ფოლგაში გახვეული, მე მგონი წიწილი იყო და დიდი მადლობა რატო შეწუხდით და არ ახსოვს ეს ადამიანი რომ მოარჩინა და თან ცოტა რაღაცა ნაკერები ეტყობა აქ და მეო ისა რა ქვია, თქვენმა შვილმა მომარჩინაო. არა თბილისამდეო შორი გზა იყო და ქუთაისში ჩამოვედიო რომ გადმოგცეთო ესე. დიდი მადლობაო დატოვეთო და იფიქრე ხა ჩემი პაციენტი თავისი ეგონა თორე არ ადგებოდა ეხლა ასე. ხო და არა უნდა გამიცალოთ ჭურჭელიო. სად გაუცალოს ეხლა ესა და დავიდა ჩაიცვა, ჩავიდა იმაში დააღო სარდაფი, რეცხავს ამშტოფებს რაღაცაა და ისაო რა ქვია და თან ეს ლაპარაკობს და ლაპარაკობს როგორი შვილი ყავს არიცით გეგონება ეს სკოლის მასწავლებელი ყოს ისტორია რა არიცი როგორ მომარჩინა და გამხსნა ამხადა თავის ქალა და ამომისუფთავა ყველაფერი და მოაწესრიგა ყველაფერი და რაღაცა და გახედა ესე დიდი გაბედული კაცი ჩახარ შენო შტობს ესე რეცხავს მაგი რო ჩამოდის ქუთაისში ჭურს არ ვახტებიებ თავსო და თავის ქალა რამე რა ახტებიებ მოგე ბატონ ჯემალ იყო იმ ძველ პერიოდში იყო ერთი გამოთქმა რომ შვილი მოაწყო ინსტიტუტში რა რომელიც აი მაღიზიანებდა საოცრად რა და საერთოდ ესეთი გამოთქმა ბავშვს ამზადებს აწყობს სადღაც ნუ ეს იყო ძალიან ესეთი რა საგანი ჩაუწყო რაღაცა აი მამაჩემს ესეთ რამეს ვერ გააგონებდი რაღაც მაგრამ მიუხედავად ამისა აი შევხვდებოდა მაგალითად ვიღაცა შენ სკოლა რომელ სკოლა დაამთავრე მესამე მე მინდოდა თავი მომეწერება ოქროს მედალზე მალადეც კოტე უცენი ახლა შენ კოტე მალადეც კოტე არც იცოდა რომელ სკოლა დაამთავრე წესია ინსტიტუტის სამედიცინო მალადეც კოტე წითელ დიპლომზე ეს მაინც ჩამითვალოთ მალადეც კოტე შენ ცოლად ვინა ყავს დათუნია სირვილაძის გოგო ხო კი თამუსია სირვილაძე ხო მაშინ თამუსია იყო თამუსია შევაყვარე თავი და იმადა მალადეც კოტე ბავშვები ყავთ? ბავშვები ყავს ბიძია, მაგრამ არ მითხარ ხა, მალადოცკოტი არ გადაბრუნდა. და თან ეხა პრინციპში ხა მაინც ექიმი არ ეკუთვნის ოჯახს, ნახევრად არ ეკუთვნის. მამაშენს არ ქონდა სახლის დასაცველი მაგალითად. სულ რაღაცა მიწვევებზე იყო, სულ მზად იყო, რომ უცბად პაციენტთან წასულიყო რაღაცა აქეთ-იქე და ამაზე დეჩემ ძალიან აპროტესტებდა. მე თამადა იყო კაცო ცნობილი და სად აღარ იწვევდნენ ხოლმე და თამადა ანუ როგორც ყველა ქართველი ძაღლის უხდებოდა ესეთი რაღაცები და დედას ჰქონდა სულ ესე იგი აი ოჯახი ერთად უნდა ვიყოთ ჩვენ ერთად უნდა სადილობდეთ ერთად უნდა ვახშმობდეთ
მამ მიცემდა აღთქმულ სიტყვას კოტე, მე მაინც რაღაცას ტეხდა და ლეილა მოიფიქრა მაგარი ეშმაკური რაღაცა. მოდიო, ახალ წელს შევხვდეთ მოსკოვშიო. მოსკოვი მაშინ იყო დედაქალაქ საბჭოთა კავშირის და ნუ კოტეს ახლა ნაცნობი ყავდა, კოტემ გაუკეთა სიურპრიზი, გააკეთა ლუქსი როიალით, რომ საღამოს დაეკრათ და ჩვენ ვიმღერებდით, ვიცეკვებდით მთელი ოჯახი და თან არავინ არ მოვიდოდა სტუმარი და არ წაიყვანდნენ კოტეს. წავედით ახალ წელს, მოკლედ მატარებლით, თვითონავით სპეციალურად, რომ რამე არ მოხდარიყო რეისის გადადება. მოგეთ რომ ველოდებით რომ მოსკოვში უნდა ჩავიდეთ, ეს მატარებელი დგას ასათარმის თურმე ღამე როსტოვში დაეჯახა ავტობუსი. და ელოდებიან საკავშირო კომისიას და გადაგვაყენეს სათადარიგო იმაზე და არის ესე იგი ვის ვახსოვართ ჩვენ. ჩავედით 2 დღის დაგვიანებით, ფაქტობრივად ახალი წელი უკვე მთავრდება ძველი წელი და 31 საღამოს ჩავედით. მივედით კიდე კაი დაგხვდა სასტუმრო, მოვეწყვეთ ლუქსში. ახლა რესტორანი უნდა შეუკვეთოს, რესტორანში ადგილი არ არის. კოდემ სასწრაფოდ შეუკვეთა პორმარელი მაშინ ნომერში და თადარიგს იჭერს ახლა რომ ახალ წელს შეხვდეს, ამ დროს გაისმა გაბმული ზარი, რეკავს აბელ სიჭინავა. აბელ სიჭინავას მოკლედ 65 წელს, ანუ 1 წლით ადრე შეეძინა 2 ტყუპი ბიჭი. და როდი შეეძინა, როდესაც პირველად სოფლიოში 2 ადამიანი ერთად გაფრინდა. ერთად გაფრინდნენ, და ჩამოფრინდნენ და მიწას ისეთ ვარა და გამოაცხადეს ახლა კოსმონავტები. გამოაცხადეს და დაიბადა ტყუპი ბავშვი და დაარქვა იმ კოსმონავტების სახელი. მოკლედ პავლე და ალექსანდრე და მოკლედ დაიბეჭდა პრავდაში ეს ისა რა ქვია, ამბავი რომ დაიბადა ექიმი ნევროლოგის ოჯახში ტყუპი ბიჭები, დაარქვეს კოსმონავტების სახელი, მიიწვიეს მოსკოვში და არის თურმე მიღება. იცის კოტე რომ უნდა ჩავიდეს, მაგრამ არ ჩანს კოტე. გამთხილებულია სასტუმროში ყველა. მოკლედ ვინ ალაპარაკა კოტეს მიზეზები გამოუარეს მანქანა წაიყვანეს კოსმონავტებთან შესახვედრად კოტე. ჩვენ ახლა შევჭამეთ და დაგვეძინა და ლეილა იჭდა უკრავდა ამ როიალზე, შამპანურს წრუპავდა, ტიროდა და ფიქრობდა. ჯო დაყვრით, იქაც უკრავდი ქუთაისში და სად არ ბეზერველი შემოიბედა. ანუ უკადა გულოცავდი, ვის მივაგდი ახლა და მოკლედ მაგრამ მოიწყო ლეილა ახალი წელი მოგითა რა ქვია. მოგეთ გადმოყვა ეს ინტერესი რა, ეს ინტერესი ამ ყველაფერში რაღაცა უნდა ყოფილიყავით წრეებში, მხატვრულ კითხვაში, იმაში და ისე გადმოყვა რომ ბატო კახიძემ რომ დამირეკა და მითხრა შენო ხა უნდა იდირეჟირო, მე არც გამკერებია. გოგურში მონაწილეობდი შენ. კახი გავსადეს იყო მაშინ. კახი გავსაძე ჩვენი წამყვანი იყო და მოგეთ ისეთნაირად მითხრა რომ შენ უნდა იდირეჟირო, გეგონება მთელი ცხოვრება დირიჟორობ. ეს რა რთული საქმე ყოფილა. გივი მონჯიშვილი იყო ჩემი მენტორი, ჩემი მასწავლებელი, საუცხოო პიროვნება. ყველაფერი მასწავლა. ყველაფერი მასწავლა, მაგრამ ამას წინათ გახდით ახლა ოპერა ხო რემონტშია და კონსერვატორიაში არის ისა ფიგაროს ქორწინება. გოგი ჭიჭინაძე დირიჟორობს და დირიჟორობს, ესე იგი ახლა მე ეს ვიცი ახლა მარჯვენა ხელს აკეთებს, მარცხენა აკეთებს. ყველაფერი მაგრამ პერიოდულად აკეთებს აი ესეთ რაღაცას. კიდე რაღაცა კიდე ჩაიმუხლება რაღაც. არა თი გივი მარმასწავლა ხეზიას რა. იმიტომ რომ ხა ეს მაღალი კლასის დირიჟორია გოგი ჭიჭინაძე. ეს ჟესტი არიცი რა. ეს ჟესტი დაუკვირდი მე როცა ჩაიმუხლება და ასე გააკეთებს საყვირები ან რომელიმე ჩასაბერი ინსტრუმენტი პრევალირებს აი ორკესტრში და მე ავდექი შესვენებაზე მივედი თურმე არ ეტევა ამ კონსერვატორიის მაშინ ქვია ორმოში ეს სცენები და ეს ჩასაბერი ინსტრუმენტები არის სცენის ქვეშ ვერ ხედავენ იმას დირიჟორს უყურებელი პირველ სინგაზე როცა უნდა ანიშნოს სპეციალურად ესეთ რაღაცას აკეთებს მე უსურებ ბატონ გოგის რომ დროზე დამთავრებულიყოს ეს კონსერვატორიის ეპოპეა და ახალი ჟესტები აღარ დაჭირდება. აღარ დაჭირდება ეს. ეხლა გოგი და შენ აქ უსიმღეროთ. არავინ არ გაგიშვებს მოგეხსენება, მანდვე სადღაც მიკროფონიც უნდა იყოს შემოვატო და აგერ არის მიკროფონი ბატონო. სიმღერა შევაწევთ ღევადად გადაცემად. აბა, სცენაზე და დავიწყოთ. სათხარში გალობ ძმაო ფიგარო დაგეძებოდ ღირს და ღამი სად დაფრინაო დაქრიხარო შეჩერდი ერთის სამი მთელი თბილისის ლამაზმანები გაწევს ხოკავ შენთვის შენ კი ჩამდარხარ სადღაც დუქაში ვიხაცლოთებ თანტრები ხური დამიგდე კარგად მისმინე უგინდა გაიმარჯვო ჩვენთან ილხინე
მაშინე და ნუ დარბი ხარა მარტო მარჯვნივ თუ მარცხნივ ზევი თუ ქვევი შენს გამოჩენას ველი ძმაო ფიგარო ჩვენო ჯიგარო სულ ყველა შენ გიმღერი ავდარში დარში ღამის კლუბებში თუ რესტორანში საბურთალოზე ისონ შეგულდანში ვერავაგეში თუ ჰაიავლა ბაბაბაბაბში რამბა იროროროდოდოდო ისან შეგდარში ვერავაგეში თუ ჰაიავლა ბაღში you don't know nani now didi 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 dam pam 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 ya no dina na dina na ta na dida da dida didi 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 ya na no na di yo no 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 ya yo no da 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 dida da 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 dida da 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 dida da დიდი მადლობა ჩვენს მრავალ მშვიდ ნიჭიერს სტუმარს ბატონ ოლიდა გეგლაშვილს. დიდი მადლობა. ახლა კი ძვირფასო მეგობრებო, მინდა მოგახსენოთ, რომ ამ ცოტა ხნის წინ, როდესაც გქონდა ფიქრობ საკმაოდ საინტერესო გადაცემა ქუთაისლებზე, განსაკუთრებით გამოარჩია ჩვენმა მაყურებელმა ერთი პიროვნება იუმორით ახსავსე, რომელიც სპეციალურად ჩამომბრძანა მაშინ წყალტუბოს რაიონიდან და დატოვა საოცარი საბეჭდილება. ყველა ურეკავს იმის მერე და ციტატების ახსენებენ მისივე გამოსვლიდან. სწორედ ამიტომ ჩვენ განმეორებით მოვიწვიეთ ბატონი სევერიან გორდულაძე. მოგზადით ბატონო სევერიან, მოგზადით ჩემო ბატონო. აგერ დაბლადით. ბატონი სევერიანი შინაურობაში სეოთი მიმართავენ ხოლმე ჩემო ბატონო და მოგლეთ მე უკვე ვაუწყე ჩვენ ზურბას მაყურებს როგორი შტაბიჭილება დარჩა თქვენი პირველი გამოსვლა და როგორ გირეკავენ და გახსენებენ საკუთარი გელი გელმა რო გადმოგირბი ხო ეს თქვენ ახართ გელმა რო გადმოგირბინა პირველ რიგში ბატონო ჯემალ მინდა დამდეგი ახალი წელი მინდა მოულოცო საქართველოს ჩემო ბატონო ყველას მინდა რომ ხიმილიანი სახე 2016 ყოფილიყოს სიხარულის ბედნიერების. ისმინო თუბალმა კი ბატონო. ასაკუთრებით ჩვენ ემიგრანტებს ყველას. ულოცავ რომ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სახლებში. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენ შეხვედრას ახლა საახალწლო ახალი წლის განწყობა გვაქვს და ახალ წელზე მოგიყვებით. კი ბატონო, უკეთესი იქნება. და ჩემი და ჩემი მეგობრების ისტორიებს მოგიყვებით. მოკლედ დავიწყოთ ისე რომ ახლა ჩვენთან იმერეთში, ну, ზოგადად საქართველოში ახლა ტრადიციები და რაღაც არა მარტო ტრადიცია, რაღაც ჩვეულებები გვაქვს, ასეთი რომ რაღაცებს ვაქცევთ ყურადღებას, არ ვაქცევთ და ბედობა დღე არის. ну, ახალი წელია რა, ახალი წელია, რა თქმა უნდა, ჩვენი ახალი წელი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ვარ, პირველი, საქართველოში პირველში და კი, ბუნებრივი მდგომარეობა მაგდროს. ღამეა, შვაღამი არის და მეზობლის ზაღლი ყმუის. ჩემი მეზობლის ზაღლი და ახლა წარმოვიდგინეთ იმდენად ხომ თვალი ვარ, მაგრამ ყმუილმა გამაღვიძა და მე ამ რო გავიღვიძე, თან ტელეფონი რეკავს. და რეკავს ეგას გაბულა და იმდენად გლახათ ვარ, რომ ტელეფონთან ვერ მივედი. აღარ შემიძლია, ფიზიკურად ვერ მივედი ტელეფონთან და მოკლედ მეთქი ხვალდილი დაურეკავ, ახლა რა უსაშველო, ალბათ უნდა მოლოცვა ვიღაცა სხვა ახალი წელი რა. დილით ვდგები, დავხედე ტელეფონს ჩემ მეზობელს 4-8 კა და 20 წუთი ღამე დაურეკავს ჩემ უკანა მეზობელს. ხო და დაურეკე ახლა რომ გადაურეკე მეთქი არაფერი პრობლემა ქონდა და
ხო, შენ დაგირეკო, ხო, დაგირეკო მითხრა ეს ქალბატონი მეუბნება. ხო, მშვიდობა გაქვს, მე ვთქვა. წუხელო ძაღლი რო ყმოდაო, ხო, კი ყმოდა, მე ვთქვა მეც მაინტერესებდა პირი საით ქონდა. შედა თოფილო, შედა ვარ გონდა პირი, რა ვიცი, ვარ გონდა, ზარი, მე გონდა თოფილო. მაგიტო მაგუზა, ესე იგი, ამ წინა გადაცემაშიც მე და მე გეგე იყო და კიდე ზურა იყო და ჩვენ საწყალი სულხანი გავიხსენეთ და ერთი ისტორია ამახსენდა 90-იანი წლებია. ახალი წელია და თან ტრანსპორტი ისედაც არ მოძრაობს. ახალი წელი რო ამეთო კი არა. ფიზიკურად არ არის ტრანსპორტი 92-13 წელია და მე საწყალი სულხანი და ერთი მეგობარი გვყავს თამაზი გადასარევი კაცი, ძალიან დიდია, ძალიან დიდი ფიზიკურად. ან დიდია და გავართ გვიანი არის უკვე და მოდის ვიღაცა ცხენით. გაძვალტყავებული, გაუბედურებული ცხენი კაჭკაში შეუბია ამ კაცს. მოლასლა ძლივს მოდის რა. ხო და ამ კაჭკაზე, ესე იგი, შიგული ყავდა ალბათ, ამოუღია სიდენიები და ამ კაჭკაზე უდევს ამ შიგულის სიდენი უკანა სიდენიები. ასე და ფაიტონია, სახელდა ხელოთ და შეხედი, ახლა ამას მე რა ვქნავ ეს თამაზი ამბობს. ახლა შეხედეთ ამ კაც ჩვენ რა ვქნათ და გაჩერდიო და ვქნე ხელი გაჩერდა ეს ძალიან დიდი, ახლა ჩვენ სამივე გიორთ და გააჩერა ახლა. გაჩერდა ეს საწოდავი ცხენი და რაშია საქმე და აგერ ზევით მივდივართ და რამდენად აგვიყვან შეშამოგებლება, აგერ სამი კაცი ვართ. გამოქვედა ახლა მგაც. ფული საერთოდ არ მინდაო, მაგრამ ისე შემოახტითო ცხენმა ვარ დაგინახოთო. თუ არა არ წავა ვიდეო. არ არსებობს არ წავა მოუჭერა. ეგეთი ჩვენ ახლა მეგობრები ქუთაისში ბევრი ყავს, მაგრამ გამორჩეულებიც არიან და რომლებსაც მოზღვავებულად აქვთ იუმორის ცნობა და ახალი წელი არის, ერთ-ერთი ახალი წელი, ვიქეიფეთ ჩემთან, მე გადაწყვიტეთ ეს რომ მოდი ჩემთან წავიდეთო სოფელშიო. არა მეთქვა თქვენ გააგზელეთ და ზურიგო და ზალიგო. წავიდნენ სოფელში. ახლა სოფელში რა ხდება, იქეიფენ ოჯახში, მე ხო 7 კაცის მე ახლა ჩემთან წავიდეთ. მე მეორე ოჯახში გადავიდა. მე იქიდან კიდე იმ 7 კაციდან მოდიათ ჩემთან და მოკლედ დილას გაიღვიძათ ვიღაცასთან. აზრზე არ არიან, ვისთან არიან სახში. ხო და სიცხვილიაო, ავდგე გევიპაროთო. პეტობა დღეა 2 იანვარი გაფენ და გევიპაროთ აქედან გამოდიან გარეთ და ეს ზურაეუნება, ზურიგო, რომ ბიჭო ვერ ჩავახცე ქუთაისამდე ერთში გაგვნა და მალე რაღაცა კვტები იმნაირ დღეში ვარ. არ არსებია ჩავალოთ მომ ქუთაისამდე. ებიჭო წამოდიოდა რაც ებიჭო მიშველე და მოდიან თან გზას გამიბარენ ოჯახიდან გამოძვრენ გარეთ და ბოლო ახშენ რო იყავი ჩემთან ვახ ჩემ სოფელში ას გამოგიშობო მიშველე რაღაცა მოგტი კაციო და ერთ-ერთ ოჯახთან მივიდნენ და დეიძახეს და მასმიძელო ამევიდა ახლა მასმიძელი ახლა რანაირი რა ხდება აქეთ ზურიგოს სალთვალში აქ -19 ცალში -20 ამ ხელალინძები უგეთია ზალია და აბურძგნული თმებით ასე გამოკაჩული თვალები და შეხედა ალბათ ამ კაცმა და მეზობა დღეს რა თვიდა ახლა 2 იანვარია გაშენებულია რა ვერ შევედაშობი ახლა კაცმა რაშია საქმე დილოცავთ მედობას ახალწელს მადლობა უთხენას ბატონო ძალიან გლახათა ვარ ერთი ჭიქაღვინო გექნებაო და დაგლოცავთ და იწრავთ აგერ ჩემი მეგობარი ვერ ჩააღწევს რა ქუთაისამდე და არა მაქვს ღვინო ჯო არაყი გექნებაო კი მართალია მწარია მაგრამ ტკბილად დაგლოცავთ და არა მაქვს არაყი ჟავე კიტრისვენი გექნებას ბაო ჟავე ხო გახსენით ახალწელს იმას მაინც დავლებო ოღონ იმრაერგა ვტებიო აღარ შემიძლია და ჟავე ვაფშე არ გავკეთებიაო წელს ამეიწიეთ ჩემი ძმა შენ ახლოს აქ ზევით ამეიწიო აქ მეიწიეთ ჩვენსგენ რა მინდაო ზევით ატომი ძახი ჩამოხსნა ჭიშკარი მოსახლე ეგონები ვიღაცას დეიცა დაბადო გაცნობდა არ ჩავედი თქვენია რა ვიცი დიდი ბანდობა ჩემო სევერე როგორც ყოველთვის ერაწყლიანი მოსაუბრები ძარდები ახლა არ წახვიდე საფინალოდ ჩვენ მოვისმენთ პოპულარულ ანსამბლს ქუჩის მუსიკოსებს გია ბაღაშვილის ხელმძღვანელობით აბა ანსამბლი ქუჩის მუსიკოსები
na hey na 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 hey na 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 khoda hey na 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 hey na 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 yap di bu dai yap di bu dai yap di bu dai 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 yap di bu dai yap di bu dai yap di bu dai 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 Canari si perde l'eco, cena d'amico del mio rimpianto. Blu 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 canari, tui tui tui, si perde l'eco. Se viaggio cantiamo un dar, tui tui ripiedi l'evento. When you go to get a word of advice from the little pastor, he will tell you will love nevermore. When you go to get a word of advice from the little pastor, he will tell you will love nevermore. When you go to get a word of advice from the little pastor, he will tell you will love nevermore. When you go to get a word of advice from the little pastor, he will tell you nevermore. Money makes the world go round, the world go round, the world go round. Money makes the world go round, that clinky clanking sound. Money, 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 clinky clanking, money, 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 clinky clanking sound. დიდი მადლობა სამხუჩის მუსიკოსებს ბატონ სევერიან გორდულაძეს ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვ და ემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით ძვირფასო მეგობრებო კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს ყოფილიყოს ეს ახალი 2016 წელი მშვიდობის სიკეთისა და ბედნიერების წელი და არ დაგავიწყდეთ ჩანს საღი სიცილი საუკეთესო მკვდრალი